დიდი მადლობა მოგესალმებათ ვანო შოუ, მთავარი იუმორისტული შოუ, მთავარ არხზე ძვირფასო მეგობრებო. დავიწყებ ხვალ ძალიან საინტერესო თემებს საუბარს. ხვალ 20 ივნისია, ერთი წელი გავიდა აქციის დარბევიდან და ხალხის დასახიჩრებიდან, მოკლედ ზუსტად ერთი წელი გავიდა იმის შემდეგ, რაც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ჩაემატა ერთი უმნიშვნელოვანესი სიტყვა ძვირფასო მეგობრებო, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. Ну, აი ამით შემოვიფარგლები მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ისეთი მძიმე გასახსენებელია ეს დღე. გადაცემას ვიწყებთ მთავარი თემით, მოკლედ უკრაინის სპეცსამსახურების დახმარებით დააკავეს ჩეჩენი ეროვნების რუსი მოქალაქე, რომელიც კადიროვის დავალებით აპირებდა გიორგ გაბუნიას ლიკვიდაციას. მესმის ძალიან მძიმე ჟღერს ეს წინადადება, მაგრამ ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოკლედ ქვეყანაში რუსი კილერები დადიან ჩვეულებრივად და რომ დავაკვირდი ამ ქვეყანას კარებიც აღარ აქვს უკვე, ამ მთავრობა მოხსნა და გვერდზე მიაყუდა. ჩვეულებრივად შედი გადი გვაქვს ქვეყანაში, ვისაც არ უნდა შემოდის, ვისაც უნდა გადის. ერთი სიტყვით, ოღონდ ჩრდილოეთის კარს აქვს პეტლი მორყეულ. არ უარგა პეტლი ჩრდილოეთის კარს საქართველოს. აი ესეთი მდგომარეობა გვაქვს. რა ვქნა, არა გვაქვს სასაცილო საქმე, მაგრამ მინდოდა რომ ცოტა მხიარულად გადამეტანა ეს თემა. მეცად გეტყვით, მშქ-ი პირველები ვართ რეგიონში. მშქ ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა კილერების რაოდენობით საქართველოს ლიდერია რეგიონში, მინდა ეს მეთქვა. ისე ყოჩახ ჩვენს ხელისუფლება, აი თუ არ დადგა თავის სიმაღლეზე, მე ჯერ არც ერთი ხელისუფლებიდან არ მახსოვს ასეთი მკაცრი, ასეთი პრინციპული და ასეთი რადიკალური სიჩუმე. არც ერთისგან. კადიროვი არ ჩერდება და აგზელებს მუქაროსოს, ჯობსო მუხლებზე დაიჩოქოსო გაბუნიაო და ბოდიში მოიხადოსო. კადიროვის მუქარაზე ხელისუფლების რეაქცია არის ნული ძვირფასო მეგობრებო. ფაქტიურად კადიროვი გაბუნიას თხოვს დაჩოქებას და ესენი იჩოქებიან თვითონ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. ხელისუფლებას არანაირი რეაქცია არ აქვს, სამაგიეროდ სააკაშვილის გამო შეგვიძლია ომი დავიწყოთ უკრაინასთან და საპროტესტო ნოტა გაუგზავნოთ. ამ ფაქტის შემდეგ მე მაინც მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც უდიდეს საქმე გაგვიკეთა მოსახლეობას. ანუ ის რომ ამდენ სამარცხინო ადამიანს ერთად მოუყარა თავი. მოკლედ მოსახლეობას ზებნა რო არ მოგვიწიოს, უკვე ვიცით სამარცხინო ადამიანების კოლექტივი შეკრება სად არის ხოლმე და ვიცით სად აქვს თავი მოყრილი. რაც შეეხება გიორგ გაბუნიას დაჩოქებას, ზოგადად გეტყვით ერთს, რომ მე გიორგ გაბუნიას ძალიან კარგად ვიცნობ. ის არის რომ გიორგი დაჩოქებას ვერასოდეს ვერ მოესწრებით გიორგის დაჩოქებას, რადგან ჯერ ერთი ქვეყნის პატრიოტია და უშიშარი ადამიანია და მეორეც ასაკის გამო სახსრები არ მისცემს დაჩოქების საშუალებას. მე მაინტერესებს ის პოლიტიკოსები სად არიან, ვიღაცეებს რომ დიდი გული აქვთ ხოლმე. აი მაგალითად, სად არის ამ დროს კობახიძე, ირაკლი კობახიძე, რატომ არაფერს ამბობს? ირაკლი, აბა კადიროვზე რა სიტყვი, გოიმია თუ სვეცკი? და არ მაინტერესებს. ხარს შეადარებ თუ ძროხას? დაახლოებით ასეთ შეფასება აქვს ხოლმე საკუთარ ხუმრობებზე, ძალიან ეცინება. გაბუნიასთან დაკავშირებული თემა საოცარი ინტერპრეტაციით გააშუქა ტელეკომპანია იმედმა. არ გამიკვირდება იმედის ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომ ვნახო ესეთი სიუჟეტი, რომ როგორ გააგზავნა გიორგი გაბუნიამ დავით ერაძე გროზნოში კადიროვის გასანეიტრალებლად. აი შეიძლება ესეც ვნახოთ, ძვირფასო მეგობრებო, ყველაფერი არის იმ ტელევიზიაში. ყველაფერს ამბობენ, ყველას უკავშირებენ აბსოლუტურად. შეიძლება ვინმე ვთქვას, რომ რატომ ხუმრობო იმედზეო ესეო, იმიტომ რომ არაკოლეგიალურიაო. მოდით ჯერ ვნახოთ ინტერაქტივი, რომელიც 2 დღის წინ ამშვენებდა იმედის ეთერს და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა გაბუნიას მკვლელობა, გამოიყენებდა თუ არა ამას ნაცმოძრაობა დესტაბილიზაციისთვის. ესეთი ინტერაქტივია. ვინც ამ გადაცემას უყურებთ ხოლმე, ძვირფასო მეგობრებო, სასწრაფო ტელევიზორის ქვეშ დადგით ჯამი. თორე ინტერაქტივებიდან იმხელა ბოღმა გადმოდის, მოგისპოვთ რემონტს. დამიჯერეთ. მალე შემოგთავაზებენ მაგალითად ღამის ინტერაქტივებს. ხო აქვთ ესეთი რაღაცა 9 საათიანი ინტერაქტივი, საათების მიღება. ღამის ინტერაქტივი იქნება ძალიან საინტერესო უფროსებისთვის მაგალითად. ემანუელა რო გარყვნილი ცხოვრების წესით ცხოვრობს, მიუძღვის თუ არა ნაცმოძრაობას, ამაში დიდი წვლილი. ღამის 4 საათზე გავა რა უფროსებისთვის, მაინც რომ თან წაიკითხო, თან სიამოვნება მიიღო.
ასე თუ გააგრძელეს ტელეკომპანია იმედი, მალე შეიძლება გადაკეთდეს სხვა სახის კომპანიად, მაგალითად სამრეცხაო იმედი. რატო სამრეცხაო? ძალიან მონდომებით მიმდინარეობს სინდისის, მორალის და ტვინის რეცხვითი სამუშაოები ამ ტელეკომპანიაში. საკუთარი პრაისიც ექნებათ, მაგალითად უკონტაქტო რეცხვა ცისფერი ეკრანიდან, ქოცი მოქალაქე 10 ლარი, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე 20 ლარი, მაინც ძნელია ოპოზიციურად მოქალაქე განწყობილი მოქალაქის ტვინის გამორეცხვა, მაინც და 20 ლარი ძვირია, მაინც ბევრი სამუშაო გიწევს რა, ბევრს შრომობ, უფრო მეც. ჟურნალისტებმა შეკითხვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, რატომ არ აქვს რეაქცია რუსი კილერის დაკავებასა და კადიროვის მუქარაზე და ნახოთ ქალბატონმა სალომემ რა უპასუხა. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, არა მაქვს არანაირი უფლება რომ დავანაშაულო რომელიმე სხვა ქვეყანა. ამ გაცხადებაში უკვე ორი შეცდომა, ერთი მეტყველება და მეორე აზროვნება, ძვირფასო მეგობრებო. დავანაშაულო. ეს არის ახალი ზმნა. დავანაშაულო, ახალი უნიკალური მრავალპირიანი ზმნა არის. დავანაშაულო, მე ის რა, როგორ, რანაირად, რა ხდება? სადავარ. დავადანაშაულო არის დავანაშაულო მისიენით რა. ნეტავ როგორ იტყვის დავარდარდიანოს. აი მე მაინტერესებს. ალბათ ასე, მაგალითად, არ მინდა სხვა ქვეყნის პრეზიდენტი დავანაშაულო და დავარდიანო. დავარდიანო. მოკლედ არ ვიცი რა, ეს ხალი კიდევ 5 წელი პრეზიდენტად ძალიან მძიმე გასაძლებია. იმედია მალე გადგება, ჩვეულებრივად. გადადგება სწორი, მაგრამ სალომეს ენაზე გადგება არის. მინდა გითხრა. სალომე ზურაბიშვილის ნამდვილად არსალია განცხადებების საკეთებლად ის ახალი ინიციატივით გამოვიდა. მოდით ვნახოთ ამჯერად რა კრეატივი დაანაშაულა. ვნახოთ. მე მინდა თქვენთან ერთად დავიწყოთ მოგზაურობა საქართველოში, მაგრამ ერთი რამე არის აუცილებელი, მაინც დავიცვათ სიფრთხილე, ყველამ ერთად ვიყოთ ფრთხილად და ვიმოგზაუროთ ფრთხილად. სამოგზაუროთ მიდის. ნამდვილი შინაური კოლუმბია, ძვირფასო მეგობრებო. ამდენი ხანია პრეზიდენტია და ახლა აღმოაჩინა საქართველო. დიდი შანსი აქამდე ინდოეთი ეგონა ჩვეულებრივად. პრინციპში სალომეს სჭირდება ახლა მართლა იმოგზაუროს საარჩევნო კამპანიის დროს მაგას არ უვლია და ხომ უნდა იცოდეს რა ქვეყანაში ცხოვრობს. ვისი პრეზიდენტია, რანაირები ვართ ქართველები, ხალხი, როგორ გამოვიყურებით. ხომ უნდა იცოდეს. სხვათა შორის ახლა იყო გურიაში და მთავარია რომ თითო რეგიონში ცოტა ხანს გაჩერდეს. თორე მაგან თუ კილო აიკიდა. მე მართლა დაგვერხა ძვირფასო მეგობრებო, ჯერ ისედაც ვერ ვიგეთ რას ლაპარაკობს. ახლა გურული კილოზე მოსაუბრე სალომე ზურაბიშვილი, აი წარმოუდგენელი იქნება ძვირფასო მეგობრებო. ისე საქართველოში მოგზაურობა მართლა სასიამოვნოა, რაც მალე მოვასწრებთ, მით უკეთესია, იმიტომ რომ მალე შეიძლება დასათვალიერებელიც აღარაფერი იყოს. რაჭას და გურიას ხო ვიცით რა ჭირს. მათ რიგებს მიემატა იმერეთიც. ნამახვანის ჰესის მშენებლობა საფრთხეს უქმნის იმერეთის რეგიონს. ექსპერტების აზრით, ჰესის დაზიანების შემთხვევაში მთელი იმერეთი შეიძლება დაიტბოროს და ტალღამ შეიძლება ქუთაისამდეც მიაღწიოს დაახლოებით 19 წუთში. ანუ არის საშიშროება, რომ წყალტუბო და ქუთაისში მიმავალი ქარი ნამახვანიდან ქუთაისში მიმავალმა ტალღამ შეცვალოს. ამ ხუმრობაში რას გულისხმობ, ალბათ მიხვდება ჩემი ქუთაისი. ქუთაისისთვის სხვათა შორის 100,000 ლარიანი სლოგანი მაქვს, ქუთაისი ჯერ კიდევ ქალაქია. ძალიან კარგი. ამ თავრობის ხელს, ესეც შეიძლება. ისე მართალია შეიძლება წყლით დაიფაროს მთელი დასავლეთ საქართველო, მაგრამ სამაგიეროდ საშვილიშვილო საქმე კეთდება. ანუ აქაც შეიძლება გამოვიყენოთ ის ფრაზა, დასავლეთი კი დაიტბორება, მაგრამ რაღაც ხო კეთდება ქვეყანა. მიყვარს ეს ფრაზა, აი რაღაცა ხო კეთდება. კორონავირუსი და პანდემია ის იყო, რომ თითქმის დავიწყებას მიეცაა, რომ თენგის ცერცვაძემ განაცხადა, რომ მოსალოდნელია მეორე ტალღა, მაგრამ ჯერ პირველი ტალღა არ დასრულებულაო და მეორე ტალღა გადაებმება პირველ ტალღასო. ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი მართლობის მეორე ტალღა არჩევნების გარეშე გადაებას მესამე ტალღას. ესეთი სიბრძნეებიც მომდის ხოლმე, ძალიან კარგი ჭკვიანი ადამიანი ვარ. ესე ნუ მიყურებთ. ძალიან ესეთი სახით. არა, მე მგონი პროფესორმა ბიძია ბაბუა ივანიშვილმა და უსახელკარო ღატაკმა ერთაოს გახარიან პირი შეკრეს და კარანტინი გამოაცხადეს და ერთად აპირებენ რაღაცა პრორუსული ცათმფრენის აშენებას. მარგალიტასავით ლამაზი საქართველოს მიტაცებას. მაგრამ ვაი, ის ტრიფონია გიჟი თუ დაბრუნდა უკრაინის ელიტოპოლიდან, ხო, მე არ ვიცი რა იქნება. მე იქნება სეირი, ნახოთ.
მე პირადად პანდემია აღარ მაშინებს რატომ არ ასეწყნარად თქვენ თვითონ მიხვდებით ძვირფასო მეგობრებო. მოდით ნახოთ სასიხარულო ინფორმაცია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გვახარა, მე დაწყნარებული დავიძინე გუშინ მაგალითად. მოდით ნახოთ. დღეს გვაქვს ჩვენ რამდენიმე მოულოდნელი სურპრიზი და პირველი არის ჩემი დამხმარე პეპერი, რომელიც გუშინ ჩამოვიდა საფრანგეთიდან და სულ ეხლახან სწავლობს ქართულს, რომელიც გაგვეხმარება სამომავლოდ კოვიდის დამარცხებაშიც და ეს არის ერთ-ერთი უახლესი სიტყვა ტელემედიცინაში. Thank you, Mrs. Minister. ესე იგი ბოლო-ბოლო კოვიდთან ბრძოლაში რობოტი გამოჩნდა და ბიზინა კიდე არ ჩანს. ფასო მეგობრებო. ეს რობოტი რომ ჩამოიყვანეს, პირველი სიტყვები რაც თქვა, ეს იყო რურვა გაათავისუფლეთო. იმიტომ რომ რობოტი პეპერი ტუსკის განცხადებას იზიარებს, იმიტომ რომ ყველა იზიარებს ამად გარდა განცხადებებს. მე ვფიქრობ ამ რობოტის ჩამოყვანა პანდემიას არა, უფრო არჩენებს უკავშირდება, მაგალითად წინასაარჩევნოდ კობახიზის ჩანაცვლება უნდათო, აი ამ რობოტითო, მე ესე გავიგე. ძალიან საინტერესო დასრულდა რობოტ პეპერის პრეზენტაცია. ნახოთ რა მოხდა. კარგად გამოჩნდა ბოლო წლის განმავლობაში, როდესაც გლობალურად სოფლიოდან და განსხვავების წინაშე გადარჩა. ესე იგი ტიკარაძემ წარადგინა რობოტი, შემდეგ სიტყვით გამოვიდა გახარია და კი დაინახეთ რაც მოხდა. რობოტმა როგორც კი დაინახა გახარია, ჩაერთო პროგრამა. პროგრამა ამოაგდო გახარია, ივნისი, 20 ივნისი წავიდა ნელა უკან და აი ესე ჩვენი გადამრჩენელი იქით მოსასულიერებელი გახდა წუთასწორად. რა ვქნა, რობოტია ეგეც, ადამიანი კი არ არის ჩვენსავით რომ აიტანოს ეს გახარია და ეს. რობოტია. არადა რა იცის რობოტმა პეპერმა რომ გახარია ერთი უწყინარი თავდაბალი ღარიბი პრემიერ-მინისტრია. რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს რომ ამ ჩვენ ღარიბ პრემიერს სახლი აქვს გადაფორმებული ვინმე ციცქიშვილზე, ფეშენებული ვილა ქონია წავკიში ძალიან კარგი და ვინმე ღარიბ ციცქიშვილზეა გადაფორმებული. რაღაც ძალიან უცნაური რობინ ჰუდია ეს გახარია. დიდას წაართვა ვილა და ღარიბს გადაუფორმა, მაგრამ ვილა ისევ დიდას დარჩა. ხედავთ ხომ? ჩვენ რო ღარიბი გვეგონა, თურმე ფეშენებელური ვილა ქონია წავკიში. ვიღაცას გადაუფორმა თურმე. გადაფორმებულია ვითომ თავისი არ არის, ხედავ? დედა, ახშფოთებული ვარ, აი ახშფოთებული ვარ, არ ვიცი. ესე იგი, ეს კაცი აქამდე გვატყუებდა თურმე ღარიბი ვარო, ანუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხალხს ასე ურცხვად ატყუებდა, ხალხო, გესმით? ხალხო, ანუ ღარიბი ვარო, თურმე მდიდარი ყოფილა ეს კაცი. გვატყუებს რა ადამიანი. ერთი სიტყვით, ინსანლარ ბაშკაჰან ბიზენ იალენ სოლორუმ ფაკირ დეგილდი. არა, აი, თურქული სერიალის ენით ვცადი, იქნება ასე მაინც დაგაინტერესოთ, ესეთი ამბავი, ძვირფასო მეგობრებო. აბა ისე აღარ გაინტერესებთ ესეთი ინფორმაციები და აი ესეთი ენით მოგაწოდეთ, რა ვქნა, სხვა რა ვიღონო. მონოლოგის ბოლოს მინდა ერთი რაღაც გაგიმხილოთ. ამ მთავრობამ და ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ ლექსების წერა დამაწყებინა, გუშინ დავწერეთ ძალიან კარგი ლექსი და გაგანდოთ. ჩვენი სალა ბედნიერი განა არის სადმეერი, სამართავად ადვილი და გასაძარცვად მშვენიერი, კადიროვის მუქარაზე რეაქციალ მობიერი, პარლამენტში ოროსანი ყანაში კი გონიერი. მთავრობები იცვლებიან, უბედური რჩება ერი, ერთმა კაცმა შემოღობა ეს ქვეყანა მშვენიერი. გამოსავალი არსებობს, მალე მოვა ოქტომბერი, თვითონ უნდა მივხვდეთ ერი, როგორ გავხვდეთ ბედნიერი. სხვა რა გითხრათ, ძვირფასო მეგობრებო, ამაზე კარგს მე დღეს ვერაფერს ვერ გეტყოდი. დიდი მადლობა. ჩვენ შოუს მუსიკალს აპრობებს ბენდი თამურა ლეკრეიშვილს.